დღეს თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება თარიღს 1961 წლიდან ზეიმობენ. პროფესიულ დღეს აღნიშნავენ ბათუმშიც თეატრის საერთაშორისო დღის ფარგლებში. აჭარაში მოქმედი თეატრების წარმომადგენლებს დააჯილდოვებენ. აჭარის მასშტაბით წელს საუკეთესო მსახიობს, რეჟისორს, სპექტაკლს და მხატვარ დეკორატორს გამოავლენენ. გამარჯვებულებს თეატრალური კავშირის სიგელებს და 200 ლარს გადასცემს საჩუქრად. დღესვე მსახიობ ნუნუ თეთრაძის სახელობის 500 ლარიან პრემიას 2 არტისტი მიიღებს. თუმცა ვინ იქნებიან ისინი ამას ღონისძიების ორგანიზატორები საღამომდე არ ამხელენ. იმის გამო, რომ დრამატულ თეატრში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო ალიკის დარბაზში გაიმართება. სივრცის სიმცირის გამო მას მხოლოდ მოწვეული სტუმრები დაესწრებიან, რიგით მაყურებელს ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა არ ექნება. აღნიშნავთ თეატრის საერთაშორისო დღეს. ამ დღეს ელოდება ჩვენი აჭარის თეატრის ყველა წარმომადგენელი, რადგან იციან, რომ ამ ზეიმზე დაჯილდოვდება თეატრის ის წარმომადგენლები, ვინც თავი გამოიჩინეს და როლი იქნება ეს სპექტაკლის მხატვრობა იქნება გაფორმებული სხვადასხვა ნომინაციებში. ნუნუ თეთრაძის პრემიას გავცემთ და მსჯელობის შედეგად ეს პრემია გაიყო ორ მსახიობს.